დასაქმებულები ხავთ და ხმას ვერ იღებენ. კი, ჩუმად კი ლაპარაკობენ, მაგრამ როგორც ისე რომ ხმა მოიღონ, ეშინიათ სამსახურებიდან გამოგვაგდებენ. მერე იბარებენ, ხმას ვინც ამოიღებს, ინფორმაცია მიდის, იბარებენ, უსაფრთხოება მათი და ემუქრებიან. ზოგს შვილი მუშაობს, ზოგს იმას და აშინებენ რა. 56 წლის ტარიელ მიქელაძემ მთის ამბების ტელეფონი კითხვა-კითხვით გაიგო და დასახმარებლად ჩასვლა გთხოვა. ეს ხალხი ხმას ვერ იღებს. მოგითხრა გუბერნატორი იყო ჩამოსული, გამგებელიც იყო მისული, ხმას არ იღებენ. პირიქით ხელს დასუკრებენ ყველანი რა. მისი რეგიონის ფორმალურ მთავრობასთან დაჩივლებას არავითარი აზრი არ აქვს. რამდენადაც იქაურობას არაფორმალური მთავრობა ჰყავს. ყველაფერი ისე ხდება, როგორც RMG ჯგუფი ისურვებს. ესე არის აქ. კაცი ვერ გაერიდა ესეთი ბუნება იყო და ისეთი საერთოდ. ადამიანი გრეხი რო შემოსული იყო, იმას აკონტროლებდნენ შესახლისთვის შეშარო მიეტანა. გაჩიხილა ეს დღე როდესმე? ეს იარსულის. ეს ექრანი არავს. კი, შეშაიჭრებოდა, მაგრამ გამოყოფით რა აქ. მოსახლეობისთვის რა. მაგრამ ესე მასიურად რო იჭრებოდა ესეთი რამე არ მინახია. ხევებს უკვე ვეღარ ვცნობ, ჩემი ცხოვრება აქ ვცხოვრო და აი ეგ ხევი იყო სადღაცასა, აღარც ეთხოვა იმ ხევს. ეს დაწყება არის, ეს არის დაწყებული 1-3 კვირის ჯერ. ახალი დაწყებულია ჯერ. ახალი დაწყებულია ჯერ. გადის და ასატყოვებენ ჯერ და არა მთლიანი დღე და გაიკაპოს. ეს ინფორმაცია დიდ ტერიტორიაზე? კი, 150-დან მე დაჟე გავიგე რომ 1000 ჰექტარი. ეს ხეობა აღარ იქნება მთლიანი დროებთან რამე. იქით ხარესაცია ანალოგიური თემა. გზისთვის და პლუს კარიერისთვის, ხო? აბა. და მე რომ გაკაფილი იყო რა ითქვა მაგას. რაღაცა რო იყო და მე ჩემი რომ მე უნდა დავაფიქსირო რაც არ უნდა იყო ჩემი მოვალეობა მომიხადო. ვიძახია რომ ძალიან ბევრი ოქროა. მე უკვე წარმომიდგენია რა უბედურება იქნება აქ. ამოდენა ბუნების ადგილი იქნება ცარიელა გოვრები, როგორც დანარჩენი კარიერებია, აი ესე იქნება აქ. ტარიელი სოფელ უკანგორში ცხოვრობს, დმანისის მუნიციპალიტეტში. რასაც მთელი ცხოვრება დმანისსა და ბოლნისის შემოგარენში უყურებს, ის აფიქრებინებს, რა ელოდება უახლოეს მომავალში ამ ხელუხლებელ დღეს და მის ცხოვრებასაც. ტვერი, უბედურება, დინარეები წაიბილწა, თევზი აღარ არის, მას შევერე საიდანაც კარიერი გადის, თევზი გაწყდა. რატო? ალბათ შხამები ჩადის რა. რა გითხრა. ბაყაყიც კი აღარ არის იმ ადგილზე. და ჩვენ სოფელს კიდევ საქონლის წყალი არ ექნება დასალევი. ვიღაცამ რომ მოიწადინოს და მოვიდეს ან იცხოვროს და საქონელი რაღაც შეინახოს, დასალევი წყალი არ იქნება ეს წყალი რომ წაიბილწება. მოსავალი აღარ მოდის მაშავერაში ფაქტიურად. ვინც თესავს არ უღის რა უკვე მოსავალი. არ მოდის მოსავალი. აქ ცხოვრება აღარ შეიძლება. მე მითხეს არ გინდაო ბიჭო რა გინდა ეგეთი რამეო ესე. როგორც რამე მე ჩემი ნამუსის წინაშე მართალი ნავიყო და მენა გავახმაურო და რა ჩემი ახლა თვითონ იცი. ჩემი სოფლის ბუნება არის, ჩემ ბავშვობა აქ თუ გამოვიდე ახლა ვიღაცა მომიდა ჯალათივი დამიგე მეუნება აღარ შემოხვიდე ახლა საპროტესტო არ არის. ხელის მოწეროები შეაქრუნჩეს. და რო წავიდა მე ბევრმა უარი თქვა რა დაიბარეს ხელის მოწერეებს. იმიტომ დაგირეკეთ თქვენ რომ გავაგებინო ქვეყანას რომ აი ამ ესეთი ბუნებას ანადგურებენ. და აი ეს არის ჩემი ნაკვეთი ეს ადგილი. ხო. მომიყვანეს დამიყარეს ამე ძალით ვართავენ. აქ კიდევ ხალხის აქვს, აქ ტერიტორიად გაფორმებული. და ხმას ვერ იღებენ ეშინიათ რომ აბა გავაჩეროთ. ტარიელის სახლს ზემოთ ტყისკენ რომ აუყვები 2 კილომეტრში RMG გრუპის ჩეკპოინტია. ადგილზე ხის მასალით სავსე 2 სატვირთო დაგვხდა. გამარჯობა. თქვენია ეს მანქანები? ჩემი. ვისია აბა? საიდან მოგაქვთ ეს შეშა? საიდან? ხო, ტყე. აი აქ. სად მიგაქვთ ეს ხე? აი eta ბაზა. ბაზა რა არის? ლესხოსკი ტერასა. სატყეო მეურნეობის ბაზაზე, სად? საფარლო. საფარლოში? ტერიტორიას ცოცხალი დაცვა აკონტროლებს. განთავსებულია სათვალთვალო კამერები.
ამ პუნქტიდან ტყეში შემავალი გზა ჩაკეტილი აქვთ ჯაჭვით. აი ჩემი პირადი დასალევი წყალი მოდის აგერი ხევილა. აი მან მაქინა. და ეხლა სათავე რომ მინდოდეს ამოვწმინდა წყალი ვიღა აქნა ნებართვან ავიღდეს და ან ძროხარო ჩემი ძროხარო გავიდეს ნებართვან ავიღო რომ შევიდე. არავის არ დაუშლია. არც დაუშლია, არავის. RMG-ს დაცვა ვერ გვიხსნის, რატომ არის გზაზე დაყენებული ბარიერი. თუ გავლა გამოვლა ყველასთვის შეუზღუდავია. გამარჯობა. ხარ საწყო სამსახურის წარმომადგენელი? ის ძველი. რეინჯერი ხართ უბრალოდ? ეს ხა კანონიერად მოჭრილი ხეთხია? კი, აბა როგორ? გარემოსადმი მიყენებული ყველა ზიანისთვის RMG-ს მთავრობის ნებართვა აქვს, მათ შორის მისი შვილობილი კომპანიის. Georgian Copper and Gold's მინიჭებული აქვს ხელუხლებელი 100-წლოვანი ტყის განადგურების ნებართვაც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანგორაში. დღეში რამდენი მანქანა გაგაქვთ? Два участка есть. რამდენი? 10. რამდენი წლის ხე იქნება ეხლა? 1.50 წლის. 70 წლამდე მაინც მინიმუმ ეგავა. აქ საუკუნოვანი ხეებია, ზოგი 2 საუკუნისა. უკანგორის ტყეში სხვადასხვა სახეობის ხე-ტყის ჭრის უფლება RMG-ს კომპანიას ჯერჯერობით 10 ჰექტარზე აქვს აღებული. 5 წლის ვადით. მაგრამ თუ შევხედავთ, როგორ იყო ჩაღეს ამ 3 კვირის განმავლობაში, ადვილი გამოსაცნობია, რა სანახაობა დაგხვდება აქ 5 წლის შემდეგ. ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის დმანისის სატყეო უბნის საქმიან ეზოში დილიდან ღამემდე საქმეში არიან. ტყეში მოჭრილ ხეებს ამ ეზოში ასაწყობებენ. ტყიდან დილიდან საღამომდე ელექტროხერხის ხმა ისმის. ტარიელის ეზოს გავლით გაუთავებლად დადის მძიმე ტექნიკა. სოფლის შარაგზა ზედ მის კედელთან ინდუსტრიულ მაგისტრალად აქციეს და ისედაც ავარიულ სახლს ზანზარი გაუდის. ეს არის სოფელი უკანაგორი. აქ ჩემ მეხსიერებაში 15 ოჯახამდე ყოველთვის ცხოვრობდნენ. და 90-იანების შემდეგ ნელ-ნელა ზოგი მოხუცი დაიღუპა. ზოგის გაჭირვების პერიოდი რო იყო, საზღვარგარეთის გზები რო გაიხსნა, საბერძნეთში წავიდნენ, ზოგი გერმანიაში წავიდა. ზოგი ბოლნისში გადავიდა, ზოგი თბილისში და ასე დარჩა ტარიელ მიქელაძე სოფლის ერთადერთ მაცხოვრებლად. უფროს თაობისგან რაც გამიგია, სოფლიო ომის სანამ დაიწყებოდა. გერმანელები ბოლნისში ვინ ცხოვრობდნენ, აქ მუშაობდნენ. გვირაბით გამოჰქონდათ ოქრო, ხელით. ამუშავებდნენ და გვირაბით გამოჰქონდათ ოქრო. მერე შემდეგ ეს ომი რო დაიწყო, ეგენი ხო გაიქცნენ ყველანი 39 წელში უკვე გასაქცევი რო გავხდათ, წავიდნენ. მერე უკვე საბჭოთა კავშირის პერიოდში, სტალინის პერიოდში ომიანობა რო იყო, აქ 41 წლებში ოქროს იღებდნენ ანალოგიურად გვირაბით კიდევ. და იძახდნენ რომ თვითნაბადი ოქრო იყო. რას ნიშნავს? თვითნაბადი, აი პირდაპირ ნატეხი ოქრო. ეგ მიჰქონდათ და მერე 53 წლებში სადღაცას მიახლოებით 43-44 წლებში დაიხურა ეგეც. და მერე გავიდნენ და ეხლა შემოვიდნენ, ეს 2 წელია. CMG შემოვიდა, სინჯები გაიღო და ეხლა კარიერი RMG შემოვიდა ეხლა. ეხლა იძახიან ღია კარიერის გახსნა გვინდაო რა, ფაქტიურად ეგრე გამოდის. და აქ რო ღია კარიერი გაიხსნას, თათვალიო ეს ბუნება საერთოდ აღარ იქნება. ღია კარიერით მადნის მოპოვება ერთი რომ უფრო იაფი უჯდება კომპანიას და მეორე, იქ შესაძლოა მიწის ზედაფენებიც ძვირფას ლითონებს შეიცავდეს. ღია კარიერული წესით მუშაობა გარდაუვალი ეკოციდია. ტერმინი, რომელსაც RMG-s საქმიანობის აღსაწერად ექსპერტები იყენებენ, თავად კომპანია გადაჭარბებულს უსაფუძვლოს უწოდებს. ეკოციდი ბუნებრივი გარემოს მკვლელობაა, სადაც ცოცხალი ორგანიზმი ვეღარ ბინადრობს. ლექსიკონურ განმარტებას რომ თავი დავანებოთ, შეგვიძლია უბრალოდ კაზრეთის მიდამოს თვალი მოვავლოთ. უარესი იქნება კაზრეთზეც და იმაზეც, მუშევანზეც და იმ დანარჩენ ტერიტორიაზეც. აქ თუ გაიხსნება, აქ არის ძალიან დიდი მასშტაბი. და აქ არ გაჩერდებიან. მე როგორც არაუდით ვიცი, 70 ჰექტარიო და ის 70 წელით იყიდესო და კაზრეთს ახლა შეუსრულდა 50 წელი. იძენენო რა 70 წლის თავ და კაზრეთს ახლა ამ წელს შეუსრულდა 50 წელი და კაი დღეში არ არის და აქ 70 წლით რო შეიძინონ ეს ხეობა აღარ იქნება საერთოდ.
უკანგორა მეორე სოფელია, სადაც ადგილობრივები RMG-ის მხრიდან სიძველეების იგნორირების ფაქტზე გვიყვებიან. წინაჯერზე დარბაზის ხეობაში მწყემსებმა ნახეს, როგორ ჩაყარეს მადნეულის ძებნაძიებისას მიწიდან ამოსული ძვლები პარკებში და იქაურობას გაარიდეს. ასეთ დროს კანონი კომპანიას ავალდებულებს არქეოლოგიური კვლევის შედეგს დაელოდონ. იგივე ამბავს ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ გადავაწყდით. იქით ხარეს, სადაც ჩვენ ვიყავით, იქ ნასოფლარიც იყო, რა დაჟე ბიჭებმა ვინც იქით ამუშავებდნენ ერთ-ერთმა თქვა, ძვლები რამე ყრიაო რა ტრაქტორმა მოთხარავ. მე მომიტანა ძვლები მაჩვენა რა, მიცვალებულის. მე წავიდა არქეოლოგი მოიყვანა და ტყობა გაიგეს და ვეღარ ის ადგილი გაესწორებინა თუ რა, ვეღარ ვიპოვე. მამაპაპის ძვლებს მიაწვე ტრაქტორითა და მტერიარიზამ და ამ შენიშვნაზე ტარიელს შევახსენეთ. რუსია კითხვის ამოგიოს. როდის იყო მოყვარი რუსია? იყო მოყვარი. ამ უძველესი ეკლესია გვაქვს აგე, ღვთისმშობლის ორკარიანი საყდარია. თან ახალი გარემონტებულია. მაგედან წამოიღეს მიცვალებული წაიღეს და გეუბნები, მე ვარდის უბანში დადგეს ცურტაველის ძეგლი და ცურტაველი მითხრა მას სად მოღვაწეობდა მას სად იყო. უკანგორის ერთადერთი მაცხოვრებელი ეჭვობს, რომ მიწისის ნაკვეთები, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მას სახელმწიფომ არ გუნა, ახლა RMG-ის ინტერესების საზღვრებში მოექცა და სწორედ ამიტომ უჭიანურებენ მიწის რეგისტრაციას. შიშობს, რომ მალე იქ ვეღარც მოსავალს მოიყვანს, ვერც საქონელს აძოვებს და წყალიც უვარგისი გახდება ცხოველების დასარწყულებლად. ალყაში ყოფნა გამოდის, აქედან კარიელია. აქედან კარიელი გეტყავს პირდაპირ. აქედანაც კარიელი და ალყაში არა ვარ. იქ აფეთქებები რო იყო, აქ სოფელს კაი დღე დაადგება. რადიაციას გამოყოფს, სადაც ოქროა, იქ რადიაციაა. ეს ამოდენად ციანიდი რო ისხმევა, ხო ჰაერში არ ურთქლდება, ის სად მიდის? ისევ დაბლა არ ჩამოდის. ტარიელ მიქელაძე პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ სამუშაოდ კაზრეთის კარიერზე გაანაწილეს. სწორედ იმ მავნე ზეგავლენის გამო სამსახურზე უარი თქვა და აი, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კაზრეთის საკუთარ ეზოში მოადგა. უკანონობა და უსამართლობა, არც კანონია და არც სამართალი. მე რომ მკითხო. იმიტომ რომ მართალია რა, სამართალი, აი იცი როგორ ქვეყანაში ვართ, მე როგორ წუყურებ. იმედი არა გაქვს, რომ ვიღაცა გამგებელთან ავდივარ, ვეუბნები რომ ერთი კაცი ვარ, ხო, მომხედეთ. მაინც არა. და არა და ამათი მომხრე ვიყავი მე 2012 წელს. ეხლა ნაცი გამხადეს. და ცხოვრებაში, არა და სინამდვილეში ამათი მომხრე ვიყავი. და ვინც ნაცი იყო, იმისი მტერი ვიყავი იმ პერიოდში. მე მეთქი და ამათ უარესი გააკეთე. ნაცების პერიოდში მაინც არ ეხებოდნენ რაღაცა კანონები მაინც იყო. ეხლა მიხვალ და ჩვენა ვართო და იყვნენ კიდევაც რა სადამდე იქნებიან. ყველა ვინც მოწინააღმდა, ყველა გარბის და რავი, დაჭერით ემუქრებიან, რითი ემუქრებიან, შიშის ფარგლებიან, რავი, მიზეზებს უძებნიან, რასაკეთებენ ჩემამდე არ მოდის. და სადამდე რა ყველა ხوار უნდა იჭირონ ბოლო-ბოლო. ძალა აღმართს ხნავს. უკანგორის ასწლოვანი ხელუხლებელი ტყე დღითი დღე უკან იხევს. სოფლის ერთადერთ მაცხოვრებელს არც კანონი იცავს, არც გამგებელი. უკანასკნელი საშველი მისთვის ის ადამიანები არიან, ვისთვისაც ხმის მისაწვდენად დახმარება ჩვენ გვთხოვა. არ შეუძლია გულშემატკივარის გარეშე უყუროს, რაც მის თავს ხდება. როგორ კვდება მის თვალწინ სოფელი, სადაც დაიბადა და გაიზარდა. როგორ პატარავდება ტყე, რომელიც მის დაბადებამდეც მრავალი საუკუნე შრიალებდა. ბარბაროსობა რა ქვია. შენ ბარბაროსობა, შენი ხელით ანადგურებ შენ ბუნებას. შენ მომავალს ანადგურებ საუკუნეების ტყია და ხალხი რო უფრთხილდებოდა. რავი, ამას რას ქვია? ერთი უბედურებაა რა. პატარა ის ბუჩკანარი რო იყოს, სხვა კიდევ რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ ამ ხელა ბუნებაა. სერიოზულად საუკუნოვანი ხეებია, ზოგი 3-4 საუკუნესაც იყოს. ერთი ადამიანმა რა ნაქვია, მე იმიტომ თქვენამდე მოვედი, რომ აი მეთქი ეს რაღაცა რო გავაგებინო ხალხს. დახმარება გვჭირდება, ამდენად ბუნება ის მარტო ჩემი ხო არა და ყველასია საქართველოსია.